გლოცავთ ყველას და გახსენებთ დღევანდელ სიტყვებს სახარებისა ლოდი რომელიც შეურაცხყვეს მაშენებელთა ესე იქნა თავკიდეთა უფლისამიერი ყოს და არც საკურველ წინაშე თვალთა ჩვენთა ქრისტე რომელიც სდევნეს რომელიც ჯვარსაცვეს და შეურაცხყვეს და მიანიჭეს შეურაცხყოფა ნება და გადაიტანა უამრავი ტანჯვა აი ეს არის ის ლოდი რომელიც შემდეგ იქნა თავკიდეთა ანუ ძე რომელიც მოვიდა და არ მიიღეს აი ის გახდა ზუსტად ის არის ის რომელიც მოიძულეს და დაიწუნეს აი ეს არის მთავარი მოქმედი გმირის სამყაროს ასე ვთქვათ ისტორიაში და ცხოვრებაში ძე ღვთისა აი ესეთი ამ ბრძოლაში სახარებისეულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა მაინც ძე ღვთისა ქრისტემ მოიპოვა გამარჯვება მიუხედავად იმისა რაც ვიცით სახარების დრამიდან და ისტორიიდან და მისტერიიდან რაც მოხდა ეს მთელი განგებულება ყველაფერი იცით აი ეს ყველაფერი რაც მოხდა ამით აღდგომით დამთავრდა და ზეცსა დამაღლებით დამთავრდა ეს ყველაფერი და შემდეგ სულიწმინდას გარდამოუვლინა და მე მეორე მოსვლა იქნება კიდე აი ეს გამარჯვება მიიღო მაინც აი ამ ლოდმა რომელიც დაიწუნეს მას ვერაფერი ვერ მოერია და ვერაფერი ვერ ვთქვათ ვერაფერმა ვერ ძლია მას და ეს ბუნებრივიც არის ღმერთს ახლა წინ ვერავინ ვერ აღუდგება და ძე ღვთისა იგივე მამა ძე და სულიწმინდა ქრისტიანობა არის მკაცრი მონოთეიზმი ტრინიტარული მონოთეიზმი ერთი არსი სამგომოვანი ღმერთის მონოთეიზმი რომელიც მგონია ქრისტიანობა რაღაც სხვა რაღაც ეს არის მკაცრი მონოთეიზმი ერთი ღმერთის რელიგია მამის ძის და სულიწმინდის რელიგია რომელიც ჯერ კიდევ ნაწინასწარმეტყველები იყო ეგრეთ ლიგავში წინასწარმეტყველები მოუვლინა ისინიც ვთქვათ იმათაც ებრძოდა ხო ეს ვინც იყო წარმომადგენლები ანტი ასე ვთქვათ სამყაროსი ანტი ღვთისმოწინააღმდეგე ანკლავი რაც იყო ლაშქარი და ემისარები ებრძოდნენ სულ ებრძვიან დღესაც მაგრამ ქრისტემდე განსაკუთრებით და წინასწარმეტყველებს და შემდეგ რაც გადაიტანეს იცით ხო ეს ყველაფერი რომლებიც ებრძოდნენ ჩაკოლეს ზოგი მოკლეს ზოგი აწამეს ზოგი რა ვიცი რა არ დამართეს ყოველთვის ესეთი ისტორიები იყო ძველთქმაში ეს ყველაფერი წინასწარმეტყველებდა ქრისტეზე და ბოლოსო ძეს გავაგზავნიო ხო მე როგორც დღევანდელი გავსახა აღარ მოყვებ რომ ის მაინც შეწყვებათ რომ ეს თქვა სინდისი და ნამუსი ეკნებათო და იმას მაინც რაღაცა პასუხისმგებლობის გზნობის იმედი კონდაო ანუ მამა აგზავნეს ხო ძეს მხოლოდ ძეს და მასო მაინც ვთქვათ არაფერს არ უზამებო ხო კვიდს გავაგზავნიო მაგრამ პარადოქსი რა არის იმის მაგერად რომ მიეღოთ ძე თუ იქნიმო ძისათვის შემისაო ისალანჩემს ანუ რაღაცა ის შეეშინდეთ პასუხისმგებლობა სიყვარული ხო რაღაცა ხო არსებობს ისეთი რაც უნდა ადამიანს რამაც გააჩეროს ხო ან რაღაცა სიყვარული შიში მორიდება და ასე შემდეგ ხატება რაც არის ადამიანში მაგრამ არა თქვენსო გულთაში ნამაცსაო ესე არის მკვიდრიო ეს არის მთავარი ეს არის ძეო ეს გამოგზავნილი ანუ ვინც ძე იხილა მან მამა იხილა ქრისტე არის ხილული მამისა ხო მე ვარ ვინც მე მიხილა მამა იხილა მან პირდაპირ ამბობს ხო მოვედითო და მოვკლათ როზე წარმოედინეთ რა ესეთი რაღაცა იმის მაგივრად რომ პირიქით მიიღო ამის მაგივრად მოვკლათო იგი და დავიბრათ სამკვიდრებელი მისიო ეს ანუ ბოროტძალების აზრი რა არის განზრახვა ეს არის დღესაც იგივე არის რომ ეს მაშინდელი პროექტის სხვა იყო ეხლა დღეს შეიცვალა პროექტი რომ ძალადობის უფლება აღარ აქვს ამ ძალებს ადამიანს ამ ძალებს ადრე ფაქტურად უღელიათ ადამიანებს ბოროტის ძალებს მაგრამ აი ესეთი წევლისა სიკვდილისა და ცოდვის უღელი ედგათ რომელსაც ქრისტემ განათავისუფლა მაგრამ დღეს უკვე ეს ძალები აი ესე როგორც იტყვიან მოქმედებენ ფარულად უფრო მაგრამ ზოგჯერ წყალდათ ну ნიღაბს იკეთებს ბოროტება ყოველ შემთხვევაში ბოროტება სულ აქვს ნიღაბი გონია რაღაცა კარგია შეფუთულია რა ლამაზია როგორი სათნოა წყალებში და მე შეგჩება სულ სხვა რაღაც აი ესეთი მიმიკრიის უნარი აქვს საოცარი ნიღბების დრო არის დღეს თან ვერ გაიგებ გონია კარგია სულ სხვა რაღაცა გონია ერთი რაღაცა მოდი სულ სხვა რაღაც იმ ნიღაბს მოხდეთ გონია ის არის ნამდვილი სახე თურმე კიდე ნიღაბია ეს კიდე მოხსნი კიდე ნიღაბი და ბოლოს არაფერი არ შეგჩება ხელში თუ შეგჩება საერთოდ რა ხელში ხო ამიტომ აი ეს დაივიბრათ ანუ დავიბრათ აი ძალების მიზანი არის დაიპყროს
ანუ უზურპირება გააკეთოს. ის რაც ღვთის ცენტრები არის, ის რაც ღვთისაა, ღვთის უნდა იყოს და იქ მუშაობდეს სულიწმინდის მადლი და ტრიალებდეს, აი მადლი ღვთისა და ის მადლი გარდაქმნდეს, განაღმრთობდეს ადამიანს. იმის მაგევრად იქ შედის და უზურპირებას უც არასწორად ამის უამრავ მიზეზს აძლევს ადამიანი. ძალადობის უფლება არ აქვს, მაგრამ შენ პორტალს უხსნი და ეს შემოდის. ნაწილობრივი შეპყრობილება არსებობს, ხარ რაღაცა ნაწილობის დიდი თემა, ახლა ნაწილობრივი არსებობს, სრული შეპყრობილება, ეს უკვე ზამძიმე შემთხვევა და შემდეგ არ კვეთებული ლოცვები და ასე. მაგრამ მე ლახვის ლოცვა მაგალითად ნაწილობრივ შეპყრობილებას უხდება, ნუ უზურება სპორ. კურნალობის ზალა ყველა ლოცვას აქვს, საერთოდ. ყველა ლოცვას აქვს კურნალობის ზალა. ყველაში არის თხოვნა განკურნების, ყველაში არის თხოვნა შენი შესაძლებელი, განწმენდის და ასე შემდეგ. მაგრამ ის რაც უნდა ღმერთს ემსახურებოდეს, იმის მარად შედის ის ზალა. და შემდეგ უზურპაციას უკეთებს. და იქ სადღაც უნდა შეხვალ და გონია რომ ღმერთის ნაპერწკალია და იქ ღვთაებრივი მადლი უნდა იყოს, ხედავ თურმე ჩასაფრებულია სულ სხვა ვიღაც. ადამიანში ერთი მე კი არ არის, მე და ჩემი კიდევ რამდენიმე წყალებში არ ვიცი ვინ, კიდევ არის ესე, ჯვარი წერია ყველას ზოგში. ამიტომ გამოდის ესე რომ ადამიანის შემთხვევების ფსიქიური დაავადებების ახლა დიდი თემაა, ესეც აი ნაწილობრივ გავარება და ასე შემდეგ, შიზოფრენის ეს ფორმები. ეს ყველაფერი აკრიტიკული მდგომარეობები და შემდეგ. ეს არის პრობლემის ნაწილობის შემთხვევები და არ შევეხები ხავ. მაგრამ ეს კიდევ ერთი თუ შევიდა, თუ რამდენიმე შევიდა კიდე ან რაღაცა, ეს კიდე სხვა თემა არის. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ეს სულები ცდილობენ რომ ადამიანის ის რაც უნდა ღმერთს მოემსახუროს, ის რაც არასდროს არ რჩება ცარიელი, წმინდა ადგილი. იქ შედის და აუცილებლად დაეყოფს. ეს არის მისთვის დაშვებული, როგორც დაშვებული დავალება. დაშვებული დავალება. ისევ იმისთვის რომ ადამიანი გაიზარდოს, ადამიანი გამოიწვთოს და არა სათბურში იყოს რაღაცა დეკორაციულ რაღაც იმის შუშის მიღმა იყოს აკვარიუმში, იქიდან იჭრიტებოდეს, არა. აი ესეთი დაშვებულია ეს ბრძოლა. ამ ბრძოლაში გამარჯვება არ არის მთავარი, მთავარია ნაყოფი მიიღო. გამარჯვება და დამარცხებაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის გადარჩენაზე ლაპარაკი. პანდაზაც არის. მახსოვს ძველი ანდაზა იყო. წერთან ბრძოლის დროს გამარჯვება დაუთმეო. ნაყოფები აიღე შენ. ანუ იგავი და აზრი გამოიტანე. დიდი განმარტება აქვს ამას. იგავი და აზრი გამოიტანე იმ ბრძოლიდან. გამარჯვება და დამარცხება, ჯერ ვინ არის გამარჯვებული, ვინ არის დამარცხებული, ამას დაანებდა, ამაზე ჯაჯგურს თავი და ამაზე ბრძოლას. ამაზე ნუ გააკეთებ კონცენტრაცია. თავარია ნაყოფი შედეგი გაიგე და რისთვის არის და ის გაიგე და ის გამოიტანეო. აზრი. ამიტომ დედამიწა ვერასდროს ვერ იქნება ის ადგილი, ანკლავი ადგილი, სადაც დაპყრობილი იქნება იმ ძალების მიერ, რომლებიც მხოლოდ თავიანთ კანონებს აამუშავებენ და ღვთის კანონებს იგნორს გაუკეთებენ. იმედის მუშაობა იმაზე რომ დედამიწა იყოს ესეთი ადგილი, სადაც მარტო მუშაობდეს ბოროტი ძალების ბნელთა, ასე ვთქვათ, და ყველგან ბნელეთის ძალები შეგზავნილი. მაგრამ და ღვთის კანონები გააუქმო და იყოს ადგილი, სადაც ღმერთის კანონები ანკლავში აღარ იმუშავებს და არ იქნება, მაგრამ ესე ვერასდროს ვერ იქნება. ღვთის კნული ადგილი ყოველთვის იქ სპეციალურად არის ამავე დროს ყოველგან არის, ყოველგან იმყოფება ღმერთი და ხედავს ყველაფერს. დეკორაციები და ის რაც ჭვიალებს ყოველთვის ოქრო არ არის. იქ ის უფრო საშიში არის იქ, როცა გონია რომ ჭვიალაა და ლამაზია და რაღაცა დეკორაცია და ბიჟუტერია. აი იქ იმალება რაღაცა. და ყველაფერი არ უნდა გამოართვა ამიტომ. მაგაში თქილად არ მარტო ცხადში და სიმბოლურად ვიზახი სიზმარშიც მეგობრებო. არ უნდა გამოართეთ, რომ ესეთ რაც შეიძლება შემოგაჩერჩონ, რომ მე კარგად მზანდებოდეთ. ხილად და იყო. სიფრთხილე გაფრთხილებული, ახლა შეიარაღებულია. სიფრთხილე სიბზნე არის, ხო? აი ამ სტრატეგიაში ყველაზე ძლიერი არის ადამიანისათვის დაცვა, რომ იყოს დაცული. რითი? ლოცვით, მარხვით, არა დაფეთებული, დაშინებული და რაღაცა, არამედ იყოს დაცული. ღვთის მიერ ისედაც დაცულია, უბრალოდ ევედროს ღმერთს, ეზიაროს, არანაირი პანიკა და არანაირი რაღაც ესეთი განგაშის გზნობა არ უნდა. შეულებრივად მზადყოფნაში უნდა იყოს, იღვიძებდეს, ილოცებდეს, იღვიძებდეს სულიერად არ დაიძინოს, ანუ ვიძავდეს და მაინც ძინავდეს, არა, მაინც ეძინოს, არა, იღვიძებდეს და ის რაც ქვია ღვიძილი, რომ რეალობას ხედავდეს ისე როგორც არის და არა ისე როგორც მას გონია ჩუქურთმებით მოჩუქურთმებული ან რაღაცა ფერის სათვალეებით იყურებდეს,
ასე შემდეგ, როგორც მას სურვილი აქვს, რომ იყოს. დიდი ეგოიზმი მუშაობს დღეს, დიდი, იმიტომ რომ ყველა საკუთარ თავს ქადაგებს, ყველა საკუთარ თავს წარმოაჩენს, აჩეჩებს, ყველა საკუთარ თავს განადიდებს, ეს ტენდენციები არის, ყველაზე ებზე ტენდენციები არის, ამიტომ საკუთარ თავი დაიმდაბლო პირიქით. იყავი უბრალო. არ არის ამის ცუდი ტონი. არ უნდა ეს სკანდალური სულიერობა, რაღაცა ეს აჟიტირებული და ხმაურიანი და სულ რაღაც აფიშირებული რაღაც ემოციონალური მენტალი ძალიან ცუდია, როცა ემოციონალურ მიმდინარე მოვლენების არის current news-ზე არის აგებული ყველაფერი. ქრისტე იქადაგო, ქრისტეს უყურ, ქრისტიანი თავი. არ უნდა ეს რაღაც ყოველდღიური მიმდინარე ნაკადში ცურვა და გაყოლა ამას სოფლის დინების წაგიღებს შემდეგ და სადაღმოჩნდები გაცმარიც. პირიქით ქრისტიანობა სულ სვიძიმის ცენ სტატუს კოს ინარჩუნებს, ის ღუზა ქრისტიანი და ის ყოველთვის დინების საწინააღმდეგო თუ არა, ყოველ შემთხვევაში ისეთ სულიერ სიმყარეს მოგცემს, რომ შენ რაც არ უნდა დაგიწუნოს, მაშინ იმ მაშენებელთან ის დაგიწუნოს. შენ რაც არ უნდა დაგიწუნოს, ლოდი რომელიც შეურაცხყოფს მაშენებელს. ესე იქნა თავგიდეთ, აი ამ ღუზას იმ ლოდს ჩაეჭიდები, ის უკვე წყალიდან იაღვარი ვერ წაგიღებს. ამისათვის უნდა ვილოცოთ მეტი და სიმშვიდე თავი დაიმდაბლო და ცოტა გვახსოვდეს რა, უფრო მეტად ხო შეიძლება ქრისტეზე ვიყოთ ორიენტირებული. არ უნდა ეს ყოველდღიურ ჩვენს კაპრიზებზე, ემოციებზე, რაღაცნაირ ნაკადზე, ამღვრეულ ნაკადებზე ორიენტაცია და ამითი რაღაც თქვა თავის წარმოჩენა არ არის საჭირო. იქ უფრო მეტი თამამდაბლობა, მეტი შინაგანი თვითჩაღრმავება, შინაგანი ჭვრეტა შენი საკუთარი მისიის. ყველა ადამიანი იმისთვის არის გაჩენილი, რომ თავი შეიმეცნოს ქრისტეში, ღმერთში თავი შეიმეცნოს. იმისთვის არის გაჩენილი, თავი შეიმეცნოს და თვით რეალიზაცია გააკეთოს. თავის საკუთარი რეალიზაციური დავალება, რეალიზაციული ხელმწიფება, რეალიზმში განხორციელდეს. ღვთის სიტყვით, ღმერთი იმიტომ განკაცდა, რომ და ჩვენ შორის არის ეს ღვთის სიტყვა ჩვენში ისეთ რაღაცას აკეთებს, ისეთ რაღაცას უშვება ქრისტე ადამიანს, ისეთ რაღაც გარდაქმნის თეოზის აკეთებს, რომ ადამიანი სულ სხვა არსება ხდება. ახალი ადამიანი ხდება. ამიტომ უფრო მეტი საკუთარ თავზე ჩაღრმავება საკუთარ თავში, უფრო მეტი ლოცვა, მეტი მისიის გაცნობიერება, მეტი ესე ვთქვათ ჯვარპირთველობა რეალობაში რა რისთვის ხარ მოსული, სადა ხარ მოსული, ამის მეტი გაცნობიერება. აი ძალიან რთულია ეს არის შფოთი, ხმაური, გარეგანი და შინაგანი დაპირისპირებები, დისკომფორტი, სხვა ტიპის ფორიაკი, ამღვრეული სულიერობა, ამღვრეულ წყალში დაინახავ რამეს, ამღვრეულ ფანჯერაში დაინახავ და გაწმინდა და ამშვიდო დაილექოს უნდა. აი ამას უნდა მოუწოდოთ, იმიტომ რომ ყველანი ვიყვებით აი ამ რაღაც ნაკადებში და სულ რაღაცნაირი ჩვენში არის სულ ფორიაკის აურა, ფორიაკის ატმოსფერო, სიტყვა აურა არაფერი ცუდი არის, გამოიყენეს გოგულდისტებმა, თორე თავის თავზე სიტყვის სხვა რამეს ნიშნავს. წითელმა ფერმა რა დააშალა, გამოიყენეს ის ცუდად, ხო? და ასე შემდეგ. თისკნილება ყველაფერი, ყველა სიტყვას თავისი ენობრივი დატვირთვა აქვს. არა აქვს მნიშვნელობა, აუცილებელი არის, რომ ადამიანს რაც იმებით ილაპარაკო. შეიძლება ყველა სიტყვა უზურპირებული იქნეს ბოროტი ძალების მიერ, ყველა ტერმინები. ესეც კიდე სხვა თემა. ყველა ტერმინი შეიძლება იქნეს მიტაცებული, უზურპირებული, დაწყებული ფერიდან დამთავრებული იმის არის, რა ვიცი. მოკლედ. ამიტომ შეიძლება რომ ყველაფერიც რაც